მოკლედ ბიჭებო, აი ეს არის, რაც ამას შეყრია, ბუფერული შემავსებელი, პოლიმერის ბუფერული შემავსებელი საფანტებს შორის, რომელიც ამოვიღეთ ასეთი ტიპის ვაზნიდან, ლამბროს ვაზნიდან, რომელიც იყო კარტეჯით დადენილი და ჩვენ გვინდა შევადაროთ შეკუმშვის კოეფიციენტი რამხელა აქვს ბუფერულ შემავსებელს, პოლიმერის ბუფერულ შემავსებელს და კრახმალის შემავსებელს, კარტოფილის კრახმალს, რომელსაც მე ვაზნებში ვიყენებ ხოლმე. და ერთი-ორი სიტყვით მინდა ამაზე გესაუბროთ. აი ეს არის ეგ ბუფერული შემავსებელი პოლიმერის. ახლა განახებთ შეკუმშვის კოეფიციენტებს. ჩვენ ეს ჩავყარეთ შპრიცში, რათა მოვახდინოთ ზემოდან ზეწოლა და დავინახოთ, რამდენით შეიკუმშება აქ ეს შემავსებელი. თუ ძალიან დიდი შეკუმშვის კოეფიციენტი აქ არ ვარგა, თუ თლად არაფერი არ აქვს შეკუმშვის კოეფიციენტი, არც ეგ არ ვარგა, რაღაცა ეს 2 მილიმეტრი რომ მოიკლოს და მეტი არა, იდეალური იქნება. დავიმახსოვროთ 3 გრამი და 2 მილიმეტრზე ჩაიყარა ეს შემავსებელი. იგივენაირად ჩავყრით შემდეგ კრახმალსაც. აბა ახლა დავაწვეთ თითით. საკმაოდ მდგრადია. ესე იგი მარცხნა ხელით ვერ მოვერია და რაც ძალად აღონე მაქვს ვაწვევი. მოკლედ აი ესე დავაყრდენი, დავაწექი რაც შემეძლო და 3 მილიმეტრამდე მივიყვანე, მეტი ვერ მივიყვანე, რაც ნიშნავს, რომ საკმაოდ მასიურია და კარგია. ნახოთ ახლა კარტოფილს რამდენი იქნება კოეფიციენტი. ესეც ჩვენი კარტოფილის ფქვილი, ესეც 3 და 2 მილიმეტრზე ჩაყრილი, როგორც პოლიმერული ბუფერული შემავსებელი ჰქონდა და ახლა დავაწვეთ. რამხელა კოეფიციენტი აქვს შეკუმშვის. ახლა გადმოვიდანთ აქეთ. 3 და 2-დან ჩამოვიდა 2 და 2-ზე თითქმის. აბა დავაწვეთ. 2 და 3-ზე, ესე იგი 1, 2, 1, 2, 3, 4, 4-დან 5 მილიმეტრამდე მოიკლო. როდესაც იმ ბუფერულ შემავსებელს ალბათ 1 მილიმეტრი ქონდა მაქსიმუმ სულ. მაქსიმუმ 1 მილიმეტრი ქონდა მოკლება. ანუ, როდესაც ამას ჩვენ საფანტთან ერთად ვაზნაში ჩავყრით, ანუ რა ფორმის ტრამბოვკასაც მიცემთ და ბუნებრივ კოეფიციენტს, რასაც დაიჭერს ტრამბოვკისას, ანუ ასე ვთქვათ, დაძეკვისას, იმის შემდეგ გასროლის დროს მოიკლებს კიდე 9 სანტიმეტრით შეიკუმშება, შეიძლება ასე ითქვას, 9 სანტიმეტრით კიდე შეიკუმშება. როგორც წინამიმართულებით, ისე გვერდებიდანაც რაღაცა შემოვა. არის მოსაზრება, რომ კარტოფილის კრახმალი თოფებს ხეთქავს და აფუჭებს, იმიტომ რომ შეკუმშვის კოეფიციენტი აქ თითქმის 0-ის ტოლი და ბუფერული შემავსებელი, რაც ახლა გავსინჯეთ, არის იმიტომ კარგი, რომ იმას აქვს თავის წილი ელასტიურობა.
წეღან აი ესე რო ავიღე ეს ბუფერული შემავსებელი და მოუჭირე ანულირდა ბოლომდე. აი ესეთნაირად ანულირდა ბოლომდე და გადაიქცა ერთ მასად. რაღაცა ერთ მასად, მაგრამ შეიკუმშა. იგივე გააკეთა ეხლა კრახმალმაც აბსოლუტურად იგივე გააკეთა და გადაიქცა ერთ სხეულად, თლათ ერთი სხეულიც არ არის. აი მაინც მხვინლოვანი დარჩა. და ის პოლიმერი, ხო, რო დავპრესი ასე, მოიკლო, ანუ დაბრტყელდა ეს მრგვალი ბურთები და რაღაცა წებოვანი ერთგვარი მასა გახდა თითქოს რა. ანუ ამით რისი თქვა მინდა? რომ ამით რისი თქვა, რომ ესე იგი არ ვიცი ახლა რაღაცა მსოფლიო ინდუსტრიასთან მაქვს პრეტენზია თუ როგორ არის, მაგრამ გამოდის რომ წარმოებლები რაღაცეებს ისე არეკლამებენ და რაღაცეებს ისე აშავებენ მეორეს მხრივ, რომ მიმართულება წარმოებისა და რეალიზაციის წავიდეს თავის მხარეს და რაღაცებზე უარი გვათქმევინონ. ვიმეორებ კრახმალზე არის ცნობილი ის, რაც ვთქვი და პლუს არის ცნობილი ის, რომ თუ სინესტეში მოხვდა, მე ეს იქცევა ერთ მასად და შეკუმშვის კოეფიციენტი ამას აღარ აქვს და აქედან გამომდინარე ლულის კედლებს აყენებს დიდ ძალას და სკდება. ესეთი ფაქტები თორმე დაფიქსირებულა კრახმალზე, რაც პოლიმერულ მასალაზე არ დაფიქსირებულა, მაგრამ ფაქტია, რომ აგერ ტესტის დროს პოლიმერულ მასალას მაქსიმუმ ჰქონდა 1 მმ შეკუმშვის კოეფიციენტი და კრახმალს ჰქონდა, კი ვნახეთ, 1 მმ და 1 მგ ჰქონდა შეკუმშვის კოეფიციენტი და კრახმალს ჰქონდა 5 მგ შეკუმშვის კოეფიციენტი. მაგ დოზის წყალი და სინესტე თუ შევიდა ვაზნაში, ის ვაზნა არა მარტო კრახმალის გამო, არამედ აფეთქების გამოც ექნება პრობლემა. და არ გავარდება. ხო და მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ტყუილს აქვს ადგილი. შეიძლება პოლიმერულმა რახან შეკუმშვის კოეფიციენტი ნაკლები ქონდა უფრო კარგი ჯგუფი აჩვენოს, ვიდრე კრახმალმა, იმიტომ რომ დიდი შეკუმშვის კოეფიციენტი ქონდა, რაც ნიშნავს, რომ საფანტის მარცვლები კრახმალის შემთხვევაში კიდევ დაზიანდება და იმ პოლიმერული მასალის შემთხვევაში არ უნდა დაზიანდეს. ხო და ჩვენ ახლა ამ ვაზნებს, რასაც ეს პოლიმერი გამოვაცალე, ერთს კრახმალზე დავტენი და მეორე კი არის ქარხნულად დატენილი პოლიმერულ შემავსებლზე და გავისვრით სატესტოდ და ვნახავთ, რომელიც რა შედეგი იქნება და რომელი ჯობია არ ჯობია. და ბოლომდე ვამხელთ მსოფლიო ინდუსტრიას.